ჩვენ თუ გადმოვტვირთეთ მეორე, უკვე მესამე, უკვე ახლოს იქნება და კაი შანსი იქნება, რომ ხვალ უკვე დღეს თუ მოვიშორეთ ეს მეორე დელივერი. მესამე და დილიდან უკვე თავისუფლები იქნება და ყოველთვის შეგვეძლება კაი ტვირთი ავიღოთ. თუ არა და მაშინ ცოტა უფრო გვიანავით. ნუ აი ესეთი მომენტია. ნუ ჩვენ ინტერესია რომ რა თქმა უნდა გადმოვიტვირთოთ. ვიქტორინას ბედიც უნდა გადაწყდეს. თან მუშაობა, თან აზარტი და თან მოგება, არა? Turn left on Poplar Street. In 1/4 mile, turn left on West 2nd Street. Atlantics დავტოვებთ ამ ქალაქს და ცოტა ხანში აიოვაიდან გადავართ საუდაკოტაში, უფრო ჩრდილოეთი წავართ. იმედია, ცუდი ამინდი არ იქნება, ასეთი ამინდი დაგვდება. ეხლა 167, მაგრამ 66 მაილში ამინდი უნდა შეიცვალოს. Keep right to Carlo. წავედით. ხიდია. 14 და 6 ჩვენი სიმაღლეა 13 და 9. მაინც ჯობია ნელა გავიაროთ, რომ ტახტის ხომე არ მიედოს ის. ტრაილერის სამსახური მასხიც ვარ გაამოჭოს. დავით, შეუდექი ტრამალებში სიაროს. ეხლა კი თქვი ტრამალები, მაგრამ ტრამალები წარმოგიდგენია, თქვათ აი, სადაც გლები და ცხოველები დარბიან და დაუმუშავებელია მიწა. კიდევ ყველგან ყოველი მტყაველი და ყოველი ისა დამუშავებულია. მოსავარზია გათვლილი. 90th Street. I-80 west toward Council Bluffs. კაი ამინდია. ეტავი ასეთი ამინდები შენარჩუნდეს. ზამთარი ჯერ დამთავრებულა. საერთოდ მარტს რო გადალახავ, მე უკვე ზუსტად იტყვი, რომ ზამთარი დამთავრდა. მაგრამ ისეთი ყეთრი და ესეთი დიდი თოვლი და ამინდის გაფუჭება არ ამგონია რომ იყოს. მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ ეშვები. ზამთარია რა. აი როგორც იქნა მოვედით, ამგენ დამჩვარ 8 მილი. ვიქტორინა თამაშობს. მოვასწრებთ თუ არ მოვასწრებთ. უფრო სწორედ გადმოგტვირთავენ თუ არ გადმოგტვირთავენ. კრიზი ჩვენი ციგნი სახელწოდებით ორეული. ეს კაი ტრაქსტოპია. იქიდან რო წამოვარ, მე დავჩები ახლა.
კაი გასართობი ადგილებია. უბრალოდ სავარჯიშო ადგილებია და მაგრამ მომწონს ეს ტრაქტორი. წავედით აბა. South-Dakota. Turn right on Cottage შემოვედით Street. ვერმილიონ. ამ დასახლებას ქვია ვერმილიონ. მილიონებიო. ეხლა მილიონი რო ვიპოვოთ ამ დასახლებაში, რა მაგრად დავიხატებით. ფიქრები დიდარი ვიქნები. დასახლება ვერმილიონი. და აი პორტუგალია ცენტრალური ქუჩა გქონია დიდი პორტუ. სადაც აქ არის გზის პირას არის ეს ჩვენი ვიცი მაღაზიას ქვია ასე. ვერმილიონ. მე პატარა ბავშვი ველოსიპედისტი გადმოჭრა. დედიკო და ბავშვი, იქ ეს ველოსიპედზე კატო ისა დედა და შვილი. აქეთ მეორე გოგო ვარჯიშობს, არა კარგია. ესე იგი სპორტული აზროვნების ხალხი ცხოვრობს ახლა, ესე იგი ასეთი ადგილები მე მომწონს. სადაც სპორტული აზროვნების ხალხი ცხოვრობს. First Dakota რა არის ალბათ პარკია ეს. სტანდარტული ის არის რა, ამერიკული დასახლება, ცენტრალური ქუჩის გარშემო კომერციული ორგანიზაციები დგას. საბვე, რამხელა საბვე იქონია. აქეთ რა ხდება? აქეთ გადადახურული რესტორანია, გაქრიაება უნდათ. აქეთ რა არის ეს სამედიცინო ოფისები? გასამართი სადგურია, მაგრამ დაკეტერია ისე ლამაზი კი არის ხოც. ამერიკის დროში და ტელეფრიდა. აქეთ რა კი ტაკო ჯონი და სტიკ. ნუ ეს ბრენდები ცნობილი. აბა ჩვენი შენობა სად არის? სადღაც სასწავლო ან უნივერსიტეტი იქნება, მუზეუმი არა ვიცი. უფრო სასწავლო იმას აქვს. Downtown-იც ქონიათ, ანუ downtown-ი აქ როგორ არის ცენტრი, ხო? George Wishkesson. რაღაც სასწავლებელია. სტუდენტური კამპუსები რა. და ეს ქუჩაში სტუდენტების დადიან, თუ სასწავლო ცენტრი ყოფილა ბიენოში. ახალგაზრდა დადის მაგრი მე მარცხნი რამდენი სტუდენტები დადიან. სავარაუდოდ სტუდენტური ქალაქია რა, დასახლება უბრალოდ. თელი სტუდენტების ის არის რა, საერთოდ საცხოვრებელი და თელი ამბები იქით. შენობა იქით. სადაც სტუდენტებია, იქ რა თქმა უნდა კარგია, სიცოცხლე და ენერგია. სიცოცხლე და ენერგია და იმედია დაკეტილი არ იქნება ჩვენი მისაღები ობიექტი. დენის სასწავლო შენობებია, ეთქობა ძალიან სეას. თუ აი სკოლა ყოფილა ეს. Ჩვენ სადღა შევხვდით Cottage Street-ზე, Cottage Street. Turn right on Cottage Street. Cottage Street. ვერ ყოფილავი University of South Dakota. ორა საუნივერსიტეტო დასახლება. არც მოელოდები, ხო? მოდიხარ ამ მინდრებში და ხედა მე სტუდენტურ დასახლებაში მოდიხარ. ეს რა შენობებია, და ერთ სათვლიერო ოფისები არის, სავარაუდოდ.
ჩვენი ამბავს მივხედოთ და აი შემომახვევინა და სადაც აი არის ჩვენი ასაუდა მოდია გავჩი ეგერ არის და გონი ღია ეთი მივიდეთ იქით ან უბრალოდ კითხო სად უნდა მოვიდე Arriving at 812 Cottage Street on the left. ხო არ ვიცი ხა სად შევიდე ამიტომ ჯობია მივიდე და ისინი მეტყვია რაღაც აი ჩვენი ისინი ალბათ მანდ არის ჩვენი ამბავი ხო ეგ ასე rental place აი ჩავიცო და მივიდე და გვეტყვიან ალბათ საიდან უნდა შევიდეთ დაიძაბა სიტუაცია ღია მიგვიღებენ არ მიგვიღებენ გადაწყდება ახლა აი ეს ასე rental ეს აპარსი მანქანები აქ უყენიათ გონის შორს ხედა ვიღაცა მოძრაობს და ო მთელი მაღაზია მას შესასვლელი საიდან არის ასე რკინეულობის მაღაზია ცენტრალური შესასვლელი სად არის ხელა მაღაზია ყოფილა ამას სწორად მოვედი ახლა მე ახლა შესასვლელი ასე ადრე იკეტებიან 4 საათზე ხაიხე ღია ამას არ მიმიღებენ თუ არა მაღაზია ეს მაღაზია ამათ მიგვიღეს მეგობრებო გაგვიმართლა უბრალოდ იქ უნდა წახვიდეო სადმა წავიდე არ ვიცი ჯერ ნახო წრე უნდა დაარტყაო და სავარაუდოდ ალბათ აქ უნდა შევიდე ესე იგი მეგობრებო იმან მოიგაო ვინც თქვა რომ გადმოტვირთავენ მაგრამ ვიდეო ძელი რო არ გამოგვივიდეს დავამთავროთ თუ არ დავამთავროთ თუ გაჩვენოთ როგორ გადმოტვირთავენ აქ უნდა შევიდეთ უნდა იცი this way yeah just I have to come here yeah like this There's a driveway over there. I have to go this way yeah just because You'll have to go. Well, no my truck is over here can I turn here or just go back and come I cannot go like this go around that way, yeah and then you should be able to find a alley and go back around this way. yeah let me to see where I have to go Corner at that stop sign. yeah and come here yeah okay I couldn't move it okay I'll go thank you Chris, are we კიდე კაი გამოვიდა ახლა და მე კიდე ვაპირებდი აქედან გამოსვლა და იქიდან წავალ, იმიტომ ახსოვს წამოვიდე. დაყენება გამიჭირდება. ახლა ასეთ შემთხვევებში ცოტა ვიძაბებით. ახლა მე ხო არ ვიცი იქ როგორი შესასვლელებია, მაგრამ წესით ამხელა მაღაზია და უნდა გამიჭირდეს იქ შესვლა. აქ არა ვარ სხვა რა გზადლობ და პარე ამ მომენტსაც გაჩვენებ და მე ვიდეოსაც დავამთავრებ. ჯორჯუნა იმედია ვიწრო შესასვლელში შევართ. ამხელა მაღაზიას რო აშენებენ, ამდენი ისინი კი უნდა გქონდეთ წესასვლელი, მაგრამ ისეთი მე გიზიარებ ჩვენი არხიდან გამომდინარე და ჩვენი სტილიდან გამომდინარე. აკი შევედით ახლა ჩვენ. რაღაც ესეთ უნდა იყოს შესასვლელი, რა. არ არის შესასვლელი, რაღაც უცნაურია. აი, უნდა იყოს სავარაუდოდ შესასვლელი. ახლა ხო ვიწრო შესასვლელი ეს ყოველთვის. ოკეი, შევართ კაცო, აგერ ჩანს. მე თქვენ როგორც ყოველთვის პიკა, კი, თავისუფლად შევართ. ვიწრო მაშინ ოპა. всё, გასაგები, ოპა. გამოსასვლელიც იქნება. აი დოკი აგერ არის.
აი უკანასვლით უნდა დავაყენო. აი უნდა დავაყენო უკანასვლით. ალბათ იქიდან მერე გავალ. გასასვლელიც იქნება სავარაუდოდ. აი დავაყენებ. და მერე ალბათ იქიდან გავალ. ნუ კაი, მოდი ჯერ დავამთავროთ ჩვენი ამბები. აი უნდა შევაყენო. კარები გავაღოთ. შევხედოთ როგორ დავაყენებთ. აქაც ცოტა პატარა მანძილია, მაგრამ რაღაცას მოვაყენე. ეხლა არ გაჩვენებთ ამას მეგობრებო, იმიტომ რომ სამი კაცი მიყურებს და აი უცბად დავაყენებ რა. შეუნდა შევაყენო, ამებს არ დავეჯახო. Anybody here? Nobody? No, just stay right here. გადააყენო, ვიღაცა მოვა და გადააყენეს, რა ვიცი. You will come here. Okay, someone. But you don't need it to park over here. No, we have nowhere to put it. Okay. I'm pretty sure we can. Okay. But tell me please, my friend, how I had to get outside? Like this or this way? You can go either. This way or this I way? would go that way. This way, yeah? Yeah. We have space, yeah? Okay. Let me to check. Okay. იქიდან გადიოდა, მოდი შევამოწმე თორე. აქედან გასვლას კი შევდმა არ შეეტევა რა. მოდი შენ როგორ გავართ აქედან. ამასობაში ის ფორტივიც მოვა და გადაზიდავენ, როგორ გადაზიდავენ აზიარა ვარ. იქ უნდა წავიდე ჩვენი ტრაილერი და ალბათ იქ იქნება გამოსასვლელი. აქ აშკარად ვერ მოვა. აქაც ვერ მოვუხო. ალბათ იქით იქნება გასასვლელი. სამუშაო წვიმანები არა მეგობრებო. ეხლა უყურეთ. გარშემო მოყვანილეს, ყველაზე კარგი იქ რო შევაყენო, მაგრამ ადგილი არ აგვაქვსო და აბა ამას როგორ მოხსნიან? აზიარა ვარ. ძიმია. ეს მომენტიც ნახოთ. მოდის ახლა აქეთ. ყველაზე კაი ვარიანტი იქ ყოფილიყო, აეღოთ, მაგრამ არ ვიცი, ასე მითხრეს და მოდი ამას მოვაშორე, ხა ძიმი ამას ხელითაც ვერ გამოწვა, არ ვიცი, რაღაცას მოიფიქრება და ამას გონია რომ სიგძეში გავა. It's heavy. Don't break your neck. ეკაჩება, გონია რომ ხელით გამოწეს. თუ ესე იგი ასე გადაწყვიტეს, ესე იგი ჯაჭვით ამას გამოწევს აქეთ და მე გადაწევს რა. ასე ჯაჭვით მიაბავს და მე ამას გამოწევს და ახლა კიდევ წავიდა. კითხე ამათ რომ სტუდენტების ქალაქია მეთქი და კიო ქალაქია სტუდენტების. სივა, ხო იცი, მაინც ჩრდილოეთი შტატი რო არის. აი მანქანებს ყველას აქირავებენ. ეთქვა ბალახის მოჭრა უნდა სეზონზე ან გაზაფხულზე წაიყვან ასეთ მანქანას. 2 თუ 3 დღით იქირავენ, მე უკან დააბრუნებ. ეგ მომენტია. თან ცალკე მაღაზია და თან ამებსაც აქირავებენ. დააბავენ ამ ჩვენ სულა დააბა.
სინაპორტები როგორც ხო ჰაერი არა აქვს თუ დაშო. და იმასაც შიგნით თუ არის იმასაც ასე მიაბავენ და გამოიყენებენ. კარგი, ეს მოგებული რა თქმა უნდა წიგს მოიგეთ, მაგრამ იქნებ მესამეც მოვასწროთ, მაგრამ სად არის შორს არის თუ არა ნახოთ აბა. მესამე დელივერის თუ მოვასწრეთ, ვაში იქნება ლეპოტა. აბა ლენოქსი, 38 მილი. ეს ისადა სინამდვილეში 53 მილია. მეგობრებო, 53 მილი თრას შორს არ არის, მაგრამ იქნება ღიაბო ნახოთ. ეხლა ჩავიხედე ამ ისამარზე და სადღაც მინდვრებშია რაღაც პატარა ოფისი რა. ღია იქნება, არ იქნება, წავიდე თუ ხვალდილი წავიდე. ვერ გადამიწყვეთ, ნახოთ. ამასობაში ალბათ ესენიც გადმოტვირთავენ. 53 ერთ საათში კი გავალ, მაგრამ რომელი საათი იქნებიან ღია იქნება. ერთ სიტყვით მეგობრებო, გადავწყვიტე რომ წავიდე. შევეცადე დამერეკა, მაგრამ ტელეფონს არ იღებენ რა. და 48 მაილი ეხლა მე მაშინ რას ვიზავ? მე გავალ და ალბათ ხვალ გადმომტვირთავენ, მივარ და მაინ ჯობია იქ მივიდე და იქ დავილოდო ხვალიდე დღეს. თუ ეხლა დამხვდნენ, არ ვიცი, არ ამგონია, მაგრამ ჩვენ წავიდეთ. როგორც მითხეს, იქით გახვალო და გამოხვალო, ქართულ გზაო შეგეშინდება. კარგით აბა მეგობრებო, ვიდეო ძალიან გაგვიგზელდა. ვიქტორინა გავათამაშეთ და წავა ახლა დაგემშვიდობებით და თუ რაღაცა საინტერესო იქნება, ხვალ ეხლა მოვასწრებ თუ არ მოვასწრებ, ამას უკვე შემდეგ ვიდეოში გეტყვით. კარგად. შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში. ეხლა ვიფიქრე მეთქი ვიდეო დავამთავრო მეთქი. ძალიან ძელი გამოდის და მოდი გავაგრძელებ და ამ ვიდეოს სამ ნაწილად გავყოფ. რომ მთლიანად სიგში გამოგვივიდეს იმ მესამე ადგილას მოვასწრებ თუ არ მოვასწრებთ. ხო, ასე ჯობია, თორე ზოგჯერ იღლებიან ხოლმე მეგობრები ხა 2-3 საათნახევარი და 2 საათი ერთ ციგში ძნელია და ნაწილად რო გავყოფ უფრო ადვილი იქნება. კარგით, აბა წავედით ახლა მესამე ადგილას. ჯერ გამოვიდეთ ამ ვიწრო ემეებიდან. 53 მაილი მაქვს გასავლელი. ნოტბუქზე დარჩენილია 47 წუთი. ნადაბას მივიდეთ და ნახოთ. ეხლა ფიქრო მივიდე და ტყეში საჭმელი ეხლა საჭმელი გამითავდა იმაში, რა ქვია. აცივაში აღარ აქვს საჭმელი და ხوار წავიდე ხوار მეყიდა საჭმელი იქ თუ გავიჭედე. გზაში შენ კაი ჯანდაბას იყოს მაინც. ეთორი პატარა სოსისი მაგ და იმას თუ გავიჭედე, იქ ამე თუ გავჭედე, დილამდე მოვითმენ. კარგი, წავედით, აბა წავედით. მოდი მეგობრებო, ახლა ვიდეო გავაგრძელეთ. კიდევ გავათამაშოთ ვიქტორინა მესამე დელივერზე. გადმომტვირთავენ თუ არ გადმომტვირთავენ. ვაიმე ვოლმარტი აგერ ყოფილა. მან მისულიყავ უცებ გაქცეულიყავ პატარა საჭმელები მეყიდა რა. აი უკვე ძალიან მაშინ უკვე გამოვა მე უკვე თუ აქ ვოლმარტში შევედი, იქ უკვე აშკარა დავაგვიანე და არ ამგონია იქ ვინმე დამტი. მოდი ვოლმარტს გადავდოთ. და მივხედოთ ჩვენ საქმეს. ისედაც ცოტა ჭამდა იყოს, არა უშო, წელი ღამე მოვიდა. თავრია წყალი ხო გვაქვს და ის ხო გვაქვს და ჩვენ გამოჩნდება. როგორც რაღაცა ტყეში უნდა მივიდეთ თუ მინდორში თუ რაღაცა ფერმაა და ფერმაში მიგვაქვს ეს ბალახი საჭრელი გაქვიემას აპარატურა თუ მანქანა. ნუ შეიძლება იქ რაღაცა მაღაზიაც იყოს პატარა, მაგრამ რაღაც ეს თუ ვეპარებ. South Dakota 50, then take the third right.